საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. ცოტა ხნით შემოვირბინე, ჩამეწერა პატარა ლაივი ცლად ამ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ მეცდები რომ დეტალური ბლოგი გავაკეთო, ვისაც აინტერესებს ეს საკითხი. გრენლანდიის ამბავს გულისხმობ და ერთი წივილ-კივილი არის ატეხილი მთელს ევროპაში. საქართველოში ამას ვერ იმჩნევენ, არ იმჩნევენ, ზედაპირულად უბრალოდ ვერ აუვლიან თემას, იმდენად ხმაურიანი თემა არის და გრენლანდიის მიტაცებასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს შეერთებული შტატები და კონკრეტულად ტრამპი მისი მოსვლისთანავე დაიწყო ეგ ყველაფერი და თავიცი ახლა მე არ მეგულება საქართველოში ვინმე რომელიმე ისეთი პოლიტიკოსი ჯერ პოლიტიკოსისა და ყავს საქართველოს, მაგრამ ამ პოლიტიკანურ წრეებში ვინმე გაბედოს და ღიად გამოვიდეს და თავისი სახელი დაარქვას იმას, რასაც შეერთებული შტატები ახორციელებს ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის დანიის მიმართებაში და არა მარტო დანიის მიმართებაში, ევროკავშირის მიმართებაში მთლიანად. ალბათ რუსეთი უნდა იყოს მანდამაინც ქვეყანა, ან ირანი, რომელიც დაუპირისპირდება მსოფლიოს საერთაშორისო წესრიგს, დანარჩენ უკნიდან განათლებულ სამყაროს აქვს იმის უფლება, რომ ესე იგი ამ მსოფლიოს საერთაშორისო სამართალს საერთოდ მიაფურთხოს და ის იაკეთოს თავისი საქმე როგორც თulis საჭიროდ. ამიტომ არ ამგონია რომ საქართველოში ვინმე საერთოდ გაბედოს ამ თემატიკასთან დაკავშირებით რაიმე განცხადების გაკეთება ოფიციალურ დონეზე. ერთხელ მართალიცაა, იმიტომ რომ არ არის ეს ჩვენი საქმე, ნამდვილად ჩვენი გასაკითხავი ნამდვილად არა ახლა მსოფლიო პოლიტიკა, მით უმეტეს საქართველოს პოზიციას არავინ არ უსმენს და ყველას ფეხებზე კიდია გრენლანდიასთან მიმართებაში, მაგრამ შიდა მოხმარებისთვის სადღაც რაღაცა რომ მოხდება, რომელიღაცა ქვეყანაში და იმ წუთში ჟურნალისტები არიან მოვარდნილები და იმ წუთში შეუგნებიან ეკა ბესელიათი დაწყებული მახსოვს ისრაელი იმის რა ქვია ჰამასის საკითხს რო იკვლევდნენ. აგერ ახლა ნინო წილოსანს რომ მიუვარდა ისა ტევ პირველის თუ ფორმულას ჟურნალისტი და გააკეთეო განცხადებაო და ჩემდა გასაოცრად, ჩემდა გასაკვირად ნინო წილოსანს ეყო ჭკუა და გონება და განათლება სხვა ქვეყნის საქმეებშიო ჩარევაო, მე მგონიო არაო სწორიო და ჭკვიანი გოგო ხარ რა, ასე გააგრძელე მომავალში შეიძლება შემეცვალოს შენზე წარმოდგენა. არავინ არ მეოდა საქართველოში, არავინ არ კითხავს არც ერთ პოლიტიკოს რა დამოკიდებულება გაქვთ იმასთან, რომ გრენლანდიის პირდაპირ ოკუპაციას აკეთებს შეერთებული შტატები და ტრამპი. რა თქმა უნდა, ეს ხო გამორიცხული არის, მაგრამ ფაქტია ის, რომ რეალური გეოპოლიტიკა რაც არსებობს და დასავლეთის ბანაკში კატასტროფული არეულობა არის, ამას უკვე ვერავინ ვერ მალავს და ვერავინ ხელს ვერ აფარებს. ყველაზე პირწავარდნილი ის რა ქვია მედასავლეთიც კი შეუძლებელია ამ ყველაფერს გაემიჯნოს და დამალოს და თვალები დახუჭოს, იმდენად ღია არის. იქამდე სადღაც 37 კაცი გააგზავნეს საერთოდ ჯამში ევროპელებმა გრენლანდიის დასაცავად. და ტრამპმა გამოაცხადა, რომ ვინც ჯარებიო გააგზავნაო ყველას მიმართებაშიო, ყველა ქვეყნების მიმართებაშიო, ჯერ 10%-იანი ტარიფები იქნებაო და მეორე 25%-იანი ტარიფებიო. ეს უსამართლოაო, ესო არასწორი არისო, ხო არ ვიცი მე სხვა რომელიმე ქვეყნის მიმართ, როდესაც ხდებოდა მსგავსი მსგავსი სანქციების და მსგავსი პოლიტიკის გატარება მთელი ცივილიზირებული სამყარო იმ წუთში მივარდებოდა და რასაც შეერთებული შტატები იყოდა და აკეთებდა, ყველაფერი მართალი იყო და ახლა ევროპელებს რომ მოხვდათ თავში ეს დუბინკა, ახლა თურმე არასწორი ყოფილა და ახლა თურმე ეს უსამართლობა ყოფილა და ასე შემდეგ. ასეა საერთოდ ცხოვრებაშიც ასეა, ადამიანის ცხოვრებაშიც ასეა და ქვეყნებშიც და პოლიტიკის ცხოვრებაშიც ასეა, ყველაფერს გააჩნია ბუმერანგის და კარნის ეფექტი და ადრე თუ გვიან ის უსამართლობა ყველას მოუბრუნდება, როგორც მოიქცნენ თავის დროზე იგივე
ერაყის მიმართებაში, როგორც მოიხსენეთ თავის დროზე იგივე იუგოსლავიის მიმართებაში, სადაც 10,000-ობით ადამიანის სიცოცხლე იქნა შეწირული და მათ შორის მარტო ერაყში 500,000 ბავშვი დაიღუპა, რადგან ოლბრაიტი იძახოდა, რომ ჩვენო დემოკრატიისთვისო თვლითო, რომ ესო მისაღები იყო. ხო, ახლა ეს ყველაფერი უბრუნდება თვითონ. ძალიან ეს კარგი. ფაქტია ის, რომ ის სამყარო, რომელიც სამყაროც არსებობდა, აქამდე რასაც მივეჩვიეთ, იგივე დასავლური ერთობის ბანაკში სინამდვილეში, რომელიც წარმოადგენდა შეერთებული შტატების დომინირებას და მთლიანად ვასალურ დამოკიდებულებას ევროკავშირისას, ესეც კი არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ლოიალურობა შეენარჩუნებია შეერთებულ შტატებს ევროპელების მიმართ, რომლებიც როგორც პატარა შერხანს რო ტურა ტაბაკი დაძდებს იმაში მაუგლიში, ისე რო დაძდებდა ყველაფერზე რო ამართლებდა, ესეც არ აღმოჩნდა ეს აქ რო იციან საქართველოს რო იციან რუსეთთან ლოიალურობის პოლიტიკა, რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკამ შედეგი მოგიტანათ. აი ამერიკის არ გაღიზიანების პოლიტიკამ კი არა, პირდაპირ გეტყვით ამერიკის უკანალში ზრომიალმა რა შედეგი მოუტანა დასავლეთს, რა შედეგი მოუტანა ზუსტად იმ ევროკავშირს, რომელიც ევროკავშირი სხვა თუზე უკვე დაშლის პირასაა და ამას ღიად იგივე ნატოს ამას უკვე არავინ არ მალავს ევროპაში. ერთი ცივილკივილი არის ატეხილი, იქ ცალკე გრენლანდიაში, იქ ცალკე დანიაში გადავსებული არის ისა ქუჩები, ხალხი გამოსულია, ეს რა ხდება ვერ გაუგიათ. ეს არის ზოგადად პოლიტიკა, ეს მოკავშირე დღეს არის მოკავშირე თუ არა, ხვალ შეიძლება დაუძინებელი მტრად გექცას. ხო და ესე დაუძინებელი მტრად არიან ახლა ქცეული და რაც ყველაზე დიდი პარადოქსი არის და რაც ყველაზე მეტად გამაოგნებელი არის და ყველაზე მეტი ალბათ სასაცილო არის ამ ყველაფერში, ის არის რომ ახლა ამ მომენტისთვის დაწყებული არის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უდიდესი წვრთნები, სამხედრო წვრთნები, ნატოს წვრთნები, სადაც მთელი ნატოს სამხედროები ატარებენ ევროპის დამცველი 2026 უზარმაზარ წვრთნებს ატარებენ და საქმე იმაში არის, რომ ამ ქვეყნების არმიები ვითომ რო შეხედო, ერთი შეხედვით მოკავშირეები არიან და მეორე შეხედვით ერთმანეთს უპირისპირდებიან. ნუ მსგავსი პრეცედენტი მე პირადად არ მახსენდება თანამედროვე, ასე რომ ვთქვათ, ისტორიაში, უახლეს ისტორიაში რო ყოფილიყო მსგავსი სიტუაცია, სადაც მთელი ევროპული სარდლობა, ასე რომ ვთქვათ, იმის წინააღმდეგ გამოდის, რომ გრენლანდია არ დაიბრუნდა, ჯარებს აგზავნიან თავისივე მოკავშირიდან დასაცავად. მოკლედ ერთი დიდი ვაკხანალია, ერთი ბარდაგი არის და აი ამ ბარდაგში მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ქვეყანას თავი არ აქვს აყოფილი და მადლობა ღმერთს, რომ არასდროს არ იქნება ეგ ამბავი მოხვედრილი და საერთოდ ხალხს, რომელსაც ასე ერთ მხრივ იქნება ყველაზე კარგი, რომ სამყარო, რომელიც მიეჩვია აი ესეთ სტანდარტს, მუნჯივით, მონურად, ყველაფერზე თავის ხრას, რასაც დასავლეთიდან მოდიოდა, ეს თვითონ ეს დამოკიდებულება ინგრევა. ძალიან მალე ვნახავთ ამ ყველაფერს და ალბათ საქართველოშიც გამოიტანენ დასკვნებს და განაჩენებს, რომ თუ კი თავის ერთგულ მოკავშირეს, რომელთან ერთადაც იბრძოდა, შრომობდა, რომელთან ერთადაც ამხელა ისტორია გააჩნიათ, რა ვიცი მე, ყველა ომებში მოღვაწეობის და თანამშრომლობის დაზვერვაში, უსაფრთხოებაში და ასე შემდეგ, საკუთარი მოკავშირე თუ შეიძლება მტრად ექცეს, ესე იგი ეს მარტო რუსეთს არ შეძლებია, ხო, რომელიც შეიძლება ჯერ მოიწვიო, როგორც სამშვიდობო ძალა და შემდეგ მტრად გადააქციო, როგორც მოხდა საქართველოში და გადაგექცეს, ასე რომ ეს მე ვფიქრობ რეალობისკენ გადადგმული ნაბიჯი არის, რომ გამოფხიზლდეს სამყარო და გამოფხიზლდეს ხალხი, რომ ის ბოდვა და ის იდეალიზირებული იდიოტიზმი, რომელი იდეალიზირებული იდიოტიზმით მთელი ამ 10 წლეულების მანძილზე დომინირებდა საერთოდ სოფლიო პოლიტიკაში და განსაკუთრებით საქართველოში, ნელ-ნელა ინგრევა. ამიტომ შიგ ევროპელებს ძალიან ცუდად აქვს საქმე, რაც არ უნდა მალოთ ახლა ეს
ფაქტი ამას ვერ დამალავთ და საერთოდ ჯერ ერთი ეს თქვენი წმინდა ნატო და ევროკავშირი როგორ გააგრძელებს ცხოვრებას ეს ცალკე თემა არის, მაგრამ ჯერ ერთი კაციშვილს არ აუხსნია ის და კაციშვილს არ უთქვია გუშინ ერთმა გამომწერმა მკითხა რომ ამ ხალხსო გააგებიო ერთიო ნატოს უბრალოდ წევრი რო გახდეო უსაფრთხოებაში რამდენი ფული უნდა გადაიხადო. ნუ ეგ საქართველოში არავის არ აინტერესებს რომ სიტყვაზე ნატოს წევრი ქვეყანა რო იყო პირველ რიგში რაც აქ მთავარი ვალდებულება მთიანი შიდა პროდუქტის ჯერ 2% უნდა ხარჯო უსაფრთხოებაზე და მე შეიძლება 5%-მდეც გაგიზარდოს როგორც ეს გააკეთეს აი ამ ბოლო პერიოდის ტრამპაც უმპანდა ამათმა და ამათმა. ხო და ამაზე ფიქრი არ უნდათ. არავინ არ ფიქრობს იმას, რომ შიგ ევროკავშირის წევრი რო გახდე, შიგ ევროკავშირის წევრობაში რამდენი ვალდებულება გაქვს, ასაღები და რამდენი რეფორმა ბრწყალებში უნდა გაატარო იმისთვის, რომ შენი ქვეყანა რაღაცა დააჩლუნგო და გაანადგურო შენივე ხელით და სადღაც 80,000 კანონი უნდა მიიღო, რომ რაღაცა ევროპულ სტანდარტებთან მოხვიდე და რაღაცა გაუნათლებელი დილეტანტი გამოვარდება ახლა და გეტყვის რომ არა ევროპული სტანდარტები ცუდია? აბა როგორ საერთოდ რომ მოდებაში არაა რა ხდება 80,000 კანონი. ამდენი კანონი ერთად არ აგვაკონია მიღებული. და მსგავსი რაღაცეები ახლა ჩვენ გაუნათლებელი საზოგადოება გვყავს, უწიგნური საზოგადოება გვყავს, პირდაღებული, გაბოროტებული, ერთი მეორეზე დარეული ბიომასა, რომელი ბიომასაც მიჩვეული არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცას, რასაც იტყვიან ტელევიზორში შიგ უკნიდან განათლებული ძალები, აი ისე უნდა გაგრძელდეს ცხოვრება. კაციშვილი იმ კითხვას არ სვამდა არასდროს, რომ მთელი ის ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ის დასავლური ინსტიტუტები, როგორიც იყო მაგალითად ნედი, აირაი, რა ვიცი კიდე რა ორგანიზაციები იყო ბოლო დროს არ მესმის თვითონ არჩევნებში რომ ხმას ითვლიდა და სინამდვილეში ესენი წარმოადგენენ ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მართვის ელემენტს რომელსაც დავალებული ჰქონდათ რომ უცხო ქვეყნის მთავრობები ემართათ ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ინსტრუქციებით და შეექმნათ იმ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც იქნებოდა აი ესე როგორც არიან ჩვენთან უკნიდან განათლებული ხალხი და რომლებიც მისი ქვეყნის დაქცევაში მიიღებდნენ მონაწილეობას. გაიხარეთ. მადლობა გური. გიორგი, რაც შეეხება ქალბატონ დენიზასთან, როგორც კი მოგვიხერხდება, გავაგრძელებთ კიდე რა თქმა უნდა ვიდეოების საინტერესო ვიდეოების ჩაწერას. არა მარტო მე, ასევე აუდიტორიასაც ძალიან აინტერესებს მისი დამოკიდებულება და მისი აზრი. უბრალოდ რა არის, იცი, ძალიან ბევრი ამას ვერ გებულობს. პირდაპირ მინდა გითხრა, რომ შეიძლება ბევრი ძალიან დიდი პატრიოტიც არის, მაგრამ ბევრს არ აქვს იმ განვითარების უნარი, რასაც ეს ქალბატონი საუბრობს, რომ გაიგოს. ნამდვილად არ აქვს ძალიან ბევრს ამის განათლება და ამის უნარი. უბრალოდ რაღაცა კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით დაიწყებენ მე ამ ადამიანის ლანძღვას, გინებას და ესე შემდეგ მე მინდა გითხრათ, რომ ჯობია გაჩუმდეთ, იმიტომ რომ ნინასუმბაძისნაირი განათლებული და პატრიოტი ადამიანი და ასევე შორს მწვეტელი და ანალიტიკური აზროვნების ნეტა მართლა ბევრი ყავდეს ჩვენ ქვეყანას, ცოცხალი ისტორია არის, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიარა ყველაფერი და დღესაც ძალიან კარგად ხედავს ამ ყველაფერს. აი ჩვენი გაერთიანების გვერდი არის და ჩემ მეგობრებს კი გამოგიგზავნით, მაგრამ მოგიწოდებთ მოიწეროთ მომავალშიც ჩვენი საინფორმაციო საშუალების ერთ-ერთი გამოდის ნატოს წევრების დაერევა კი არა, დარეულები არიან ქალბატონო მანანა ერთმანეთს და ის რაც თავის დროზე საბჭოთა ასე რომ ვთქვათ პროპაგანდად ითვლებოდა და ის კარიკატურები, რომლებიც იყო დახატული პრაქტიკულად დღეს რეალიზებული ხდება, რომ ყველა ერთმანეთის მტერია და მხოლოდ მათი ერთობა გამოწვეული არის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლით. საბჭოთა კავშირი დიდი ხანია აღარ არსებობს
კომუნიზმის საფრთხე არ გააჩნია არც ევროპას და არც სამყაროს და საერთოდ არავინ კომუნიზმის ექსპორტს არ ეწევა და არც ის უსაფრთხოების სისტემა აღარ არსებობს, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, მაგრამ ნატო იყო და არის და რა ფუნქცია მოვალეობები შეიძინა ამ ორგანიზაციამ ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეერთებული შტატების სადამსჯელო ქვედანაყოფს წარმოადგენდა, რომელიც რაღაც გარკვეულ პერიოდამდე საჭირო იყო და ეხლა წურავს თავის არსებობას. ევროპელებმა რომ მეტი ვერაფერი ვერ შეკადრეს შეერთებულ შტატებს, განუცხადეს ესეთი რაღაცა, რომ თუ რამე ბაზა არისო, განთავსებულიო თუ რამე ბაზა არის განთავსებულიო ევროკავშირის ტერიტორიაზეო, ყველა ბაზა იქნება დახურულიო. ეს საჭირდება ალბათ ამერიკელებს ამის განთავსება, სამხედრო ბაზების დახურვას ევროპაში თვითონ აპირებდა ტრამპი და პირიქით ხარჯის მეტი არაფერი არ მაქვს, მე თქვენგანო თქვენ თავი თქვენ დაიცავითო, მე ჩემ დასავლეთ ნახევარსფეროზე მივდივარო და ალბათ ამას ამერიკელები სიხარულით შეხვდებიან და დატოვებენ მე ამ პირსისხლიან რუსეთთან და შევხედავთ ერთი როგორ დაიცავენ მე ამ პირსისხლიანი რუსეთიდან მას თავს ევროპელები, ყოველ შემთხვევაში ასეთი შეთავაზებები არსებობს. სასაცილოა ის ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო თვითონ ამ ორგანიზაციის საკითხი, იმიტომ რომ ნამდვილად არ წარმოადგენდა ის თანასწორ ორგანიზაციას, თუნდაც მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სხვა ქვეყნებში უამრავი ამერიკული სამხედრო ბაზა იყო და ამერიკაში არც ერთი ნატოს წევრი ქვეყნის ბაზა არ იყო განთავსებული, ასე რომ ამას თავიდანვე ჩანს. რა ვიცი, შემოძმაო, ხანსად დავდივარ, რა ვიცი და როცა მომიხდება პერიოდულად ესეთი გამოხტომები გამაჩნია, რომ ჩავწერო მე არ დამავიწყდეს ეს. ქალბატონ დენიზას, ლევან მეც მაინტერესებდა მაგი უფრო დარწმუნებისთვის და სტალინზე და ზოგადად საბჭოთა კავშირზე მან განაცხადა, რომ ეს ცივილიზაციის რა მოვლენა იყო, ჯერჯერობითო შეფასება არ აქვს ამას, რომ მიცემულიო. რა თქმა უნდა, ამას ვკითხავ, თალკე როდესაც იქნება მაგის სიტუაცია, მაგრამ თვითონ სტალინის დამოკიდებულება საქართველოს ისტორიის შექმნასთან დაკავშირებით იმ ყველაზე მეტი ჩვენ პირად საუბარში გქონია, რომ ყველაზე მეტი ობიექტური ისტორია იქნა სტალინის დროს დაწერილი, ის წიგნი, რომელიც შემდეგ ამოღებული იქნა. აუცილებლად, როდესაც მომიხერხდება, აუცილებლად ვკითხავ. ბევრი კითხვები გროვდება და ესე არის ჩემო ძმაო, ასე გამოყენებაზე არიან დიდი ქვეყნები ყოველთვის. პატარა ქვეყნებს გონიათ და პატარა ქვეყნებს აქვთ იმის განცდა და ფანტაზია, რომ თვითონ გამოიყენებენ დიდ ქვეყნებს თავისი პრობლემების მოსაგვარებლად. ისეთი პრიმიტიული აზროვნება, როგორც საქართველოში იყო მაგალითად სამწუხაროდ ოდითგან, რომ თურმე ესა რა ქვია, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნატო და გაერო და ესენი, ჯერ კიდე ეროვნული მოძრაობის დროს იგივე წერეთელი და იგივე ჭანტურია და ეს გამოკლეებული ხალხი, რომ ნატოს ჯარები შემოსულიყო რუსეთიდან და საბჭოთა კავშირიდან საქართველოს დასაცავად. დღემდე არის ეს დებილური აზროვნება დამკვიდრებული ქართულ საზოგადოებაში, რომ ჩვენ ნატო გავხდით ნატოს წევრი, გამოვიყენეთ ნატო რამეში. ან ზოგიერთი რო ფიქრობს კიდე რომ რუსეთს გამოიყენებს თავისი პრობლემების მოსაგვარებლად. არ ხდება პატარა ქვეყნებს რთული ბედი აქვს და ისინი გამოიყენებენ დიდ ქვეყანას კი არა. დიდი ქვეყანა აპამპულავებს ისე როგორც სჭირდება. პატარა ქვეყნის ბედი ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი და თვითგადარჩენის ინსტინქტზე უნდა იყოს დაფუძნებული პატარა ქვეყნის ბედი და მომავალი საერთოდ და მისი მოქალაქეები ასე უნდა ფიქრობდნენ, რა არის ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთო, რომ მე იქ გადავდგა ნაბიჯი და სიკეთე რამდენიმე ექნება, ვიდრე ცუდი. საერთოდ ნორმალური პოლიტიკოსი ყველა მაგას ფიქრობს, რომ ნებისმიერი ნაბიჯიდან მის ქვეყანას რა გამოადგება, ისე მოიქცეს და არა ისე, რომ მისი ქვეყანა გამოაყენებიოს სხვას. ახლა
ნუ ახლა ალბათონო ნაირა არ შეიძლება ვილაპარაკოთ ცალმხრივი მხრიდან რომ აი თქვა ქართველები ვიყავით ყველაფერში მართალი რუსებთან და არ შეიძლება ისიც თქვა რომ რუსები იყვნენ ჩვენთან ყველაფერში მართალი არ ვარ მე ამ აზროვნების მომხრე ორივე ქვეყანამ ურთიერთობის მანძილზე ერთმანეთისგან ძალიან ბევრი სიკეთეები მიიღო და საქართველოშიც და რუსეთშიც ორივე ქვეყნის საზოგადოებას და ორივე ქვეყნის პოლიტიკოსებს უნდა კმაროდათ ტვინი საიმისოთ რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისთვის არ გადაეკიდებიათ როგორც თბილისში ისე მოსკოვში და ამით უფრო მოიგებდა რუსეთი და ამით უფრო მოიგებდა საქართველო მაგრამ არ ვიცი ახლა ამ განათლების ადამიანების და ამ სულისკვეთების ადამიანების ხელში როგორც გინდა თბილისში იძენ გინდა მოსკოვში იჯდნენ რა სიკეთეს ელოდებოდნენ არ ვიცი და თუ ვინმე საინტერესებს იმპერია და იმპერიალიზმი რა არის და რომ ეს იმპერია და იმპერიალიზმი მარტო არ არის რუსული იმპერიალიზმი ზოგადად იმპერიის თვითონ არსი არის ისეთი რომ პატარა ერების ბედი ყოველთვის მტკივნეულად იქნას გამოყენებული შეხედოს აგერ გრენლანდიას და მიხვდება რომ რაც არის შეხედოს ერაყს და მიხვდება როგორც არის შეხედოს სერბეთს და მიხვდება როგორც არის და ასე შემდეგ რა უამრავი შემთხვევა არის საიმისო ისტორიაში არ იყურებიან და წიგნის წაკითხვა არავის არ ჭირდება და როგორ ექცეოდნენ ევროპელები საერთოდ პატარა ქვეყნებს და სუსტ ქვეყნებს ან როგორ ჯიდნენ რატო არიან მაგალითად უნგრელები ყველაფერში რო ეწინააღმდეგებიან ევროკავშირს და ნატოს რატო ხდებოდა რომ უნგრეთი ორივე მსოფლიო ომში სიტყვაზე განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომში რატო ღებულობდა მონაწილეობას რა ინტერესები ჰქონდა ის ინტერესები ჰქონდა რომ თავის დროზე დამარცხებული უნგრეთის თითქმის 2/3 ტერიტორია დააკარგიეს ჩამოართვეს და იმედები ჰქონდა რომ აღიდგენდა და მსგავსი რაღაცეები და დღემდე არის ეს გესლი ევროპელების ჩადენილი დანაშაული უნგრელების მიმართ და ვერ პატიობენ ამას მსგავსი რაღაცეები არავის არ აინტერესებს რა არის შემოგა ირანში წყნარდება სიტუაცია თვითონ შიგნით ძალიან კარგად წყნარდება ახლა ეს პროპაგანდისტული ინფორმაციებია ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან ნუ დაახლოებით გუშინ იყო ცნობილი თვითონ ირანელების განცხადება არის რომ დაკავებული ყავდათ 3000 მიამბოხე რომლებიც პირდაპირ მონაწილეები იყვნენ მოსადთან და ცერეუსთან კავშირში დღეს იძახიან რომ თურმე არ ყოფილა 50000 დაღუპული თვითონ შიგ ევროპელებიც იძახიან ამას და შიგ ისრაელელებიც 5000 ადამიანი ყოფილა და მაქსიმუმო დაღუპულიო და სიები ჯერ არ გამოჩენილა არ ვიცი აი ირანთან დაკავშირებით ბევრი ფაქტორები არის და არ შეიძლება ასე ერთხელაღებით რომ ბევრი ფიქრობს რომ დაწყნარდა არავინ არ იცის რა დაწყნარდა იქ და როგორ დაწყნარდა იმიტომ რომ აი ამერიკელებს თავიანთი სამხედრო ბაზები გაყავთ რეგიონიდან დღეს მაგალითად ერაყში არსებული სამხედრო ბაზა გადააბარეს დატოვეს ამერიკელებმა და ერაყელებს გადააბარეს იგივე ხდება კატარში იფიქრებს ადამიანი რეგიონიდან გადის მაგრამ პარალელურად ისეთ სიტუაციები ხდება რომ სამხედრო ლოგიკა იმას ამბობს რომ ის ავიამზიდი ხომალდი რომელსაც დამრტყმელი ფუნქცია გააჩნია ის უახლოვდება ახლო აღმოსავლეთს და შეიძლება ეს დროის მოგების საკითხი არის არ ვიცი აი არ შეიძლება ასე ხელაღებით რთულია პოლიტიკა მე ვიცი ერთი რომ ირანს არანაირ საშუალებას არ მიცემენ თავი აწიონ და ამოისუნთქონ თავი პრობლემა ჰქონდათ იმისი რომ თვითონ ვერ იყვნენ მომზადებული ამ დარტყმისთვის და ეს აუცილებლად განმეორდება ადრე თუ გვიან მაგრამ როდის არ ვიცი ესა იბადონო მასი არის მაგრამ ახლა ამერიკელები მოდებული არიან თელ მსოფლიოს და ანხელა რესურსიც არ გააჩნიათ ამერიკელების სამხედროების ვერც ფსიქოლოგიას მასწავლის ვინმე და ვერც მაგათი სამხედრო მანქანის მოქმედებას მაგათი მთავარი ამოსავალი წერტილი არის სახმელეთო ბრძოლებში ქვეითები არ იქნან ჩართული იქნას მაქსიმალურად სპეცოპერაცია ჩატარებული და გარე დარტყმების საავიაციო დარტყმებით მოაგვარონ პრობლემა და ასე არ გვარდება ეგ ყველაფერი იმიტომ ძირითადად ბრძოლის ბედი ხმელეთზე წყდება და მოკლედ ხლა მაგი ვრცელი თემა
მოგეს აი ამის თქვა მინდოდა და მინდა გითხრათ, რომ უგნიდან განათლებულებს ძალიან მალე ბევრი არგუმენტები გამოგივარდებათ ხელიდან და არ ვიცი მე რას შეცვლით და მე რომელი ქვეყანა გახდება თქვენთვის იდეალისტური ის ქვეყანა რომელიც თავის მოკავშირეებს იპყრობს თუ ის გაერთიანება რომელიც თავის მოკავშირეს ვერ იცავს თავისივე მოკავშირიდან არ ვიცი შეუძლია თორნიკე პირდაპირ გეუბნები რომ შესაძლებელი არის მარტივად ჰიპერგერითი რაკეტის დარტყმა თუკი ის მის ზონაში შევიდა თუ ექნება ზუსტი კოორდინატი უპრობლემოდ დაარტყამს იმ ადგილს და არანაირი პრობლემა არ იქნება ჩაძირვის ჩვეულებრივად არის მაგის შესაძლებელი და როგორც გამოაჩინა ისრაელის დაპირისპირებამ 12 დღიანმა ომმა საქმე იმაში არის რომ ირანული რაკეტების გადაჭერა არც ისე მარტივი და იოლია როგორც საერთოდ მიღებულია ჩვენთან არის ჯერჯერობით ბალკანეთში რა სიტუაცია უნდა იყოს შემოძმაო ბალკანეთი ისეთივე განცდის არის როგორც კავკასია როგორც კავკასიაში ხდება აფეთქებები ისევე შეიძლება მოხდეს ბალკანეთში ძალიან მარტივად ეგ ყველაფერი პირველი მსოფლიო ომის წყაროც ეგ იყო და მაგაც კონფლიქტები გაჩერებული არის ძალით და ხისტი ძალის პრინციპით არის გაჩერებული ამიტომ ბალკანეთს რაც შეეხება ჩვეულებრივად ფეთქებად საშიში სიტუაცია არის იქ სერბების და არამარტო სერბების რო გითხრათ რა არ ვიცი ჭორვილელო ჩოპინტრეს რა ელოდება ვერ გეტყვით რა თქმა უნდა ახლა პირველ რიგში დავანებოთ თავი იმას რომ უზარმაზარი სამხედრო დარტყმა იქნება ავიამზიდები თუ ჩაიზირა პირველ რიგში იმიჯისეული დარტყმა იქნება შეერთებული შტატებისგან სვის იმიტომ რომ პერლ ჰარბორის შემდეგ ამერიკული შეიარაღების სიამაყე ამხელა გემები სახაზო გემები და ესენი არ ჩაძირულა იმიტომ ფლოტი ეს ამერიკელების სიამაყეა აი ხარით ხო ახლა რამპის და სააკაშვილის ერთმანეთთან შედარება ავიცი რითი ნუ ალბათ გამოხტომების მსგავსად შეიძლება მაგრამ სად ტრამპი და სად სააკაშვილი ტრამპი არის ჩამოყალიბებული ზვიგენი მეკობრე რომელსაც ერთ თავში უტრიალებს მარტო მიიტაცოს ფული ჩაიდოს ჟიბეში და ასე იყო ბიზნესში და ასეა პოლიტიკაში აი ბალკანეთზე ბევრი მიძინებული კონფლიქტებია ის ჩვეულებრივად განახლებადი არის ახლა იქ რო არის დგას კუფორის შენაერთი ვინმეს გონიათ რომ სერბები კოსოვოს და მეტოხიას დათმობენ ან იმ დამამცირებელი დამოკიდებულების შემდეგ როგორი დამამცირებელი დამოკიდებულებაც გამოიჩინეს სერბების მიმართ 90-იან წლებში 2000-იანის დასაწყისში სერბები ამას დაივიწყებენ როდესმე თავისთავად რთული სიტუაციაა ყველგან არ ვიცი გრენლანდიის ანექსია ყველაზე მეტი ნაკლებად სამხედრო დანაკარგი იქნება უბრალოდ იმიჯის მხრივ და პოლიტიკის მხრივ იქნება ძალიან დარტყმადი მაგრამ როგორც ჩანს
ნაკლებად აქცევენ ამას ყურადღებას. ტრამპის მოსვლა, ის ძალები, რომლებიც ტრამპის უკან დგანან, ფაქტია, რომ მათთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს დედოლარიზაციის საკითხი და პირველ რიგში მათი ინტერესი არის კონკურენტების ჩამოშორება, ისეთის მაგალითად როგორიც არის ევრო და ამიტომ ევროპელების საერთოდ ევროპის მიმართ და ევროპელების მიმართ დამოკიდებულების ცვლილება აქედან არის გამოწვეული. ამიტომ ნახოთ რა. კაიხარით თორნიკე. კარგი, დაგემშვიდობებით, ეხლა აღარ მოგაწყენთ თავს. ეგეთი სიტუაცია არის. იქ დარტყმა მოდის იქ, სადაც არავინ არასდროს ამას არ ელოდა. იმ წმინდა, იმ დასავლურ ღირებულებებში, რომელიც წმინდა და დასავლური ღირებულებებიც თურმე 64 იყო დედამიწაზე. იქ როგორ შეიძლება მსგავსი რაღაცეები მოხდეს? მსგავსი დანაშაული მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოხდეს, ირანში შეიძლება მოხდეს, ჩვენთან შეიძლება მოხდეს, ბალკანეთში შეიძლება მოხდეს, მაგრამ არანაირად შიგ ევროპაში. ახლა გამოდის რომ რუსეთი რომ ომში გამართლებულია, მაგათი საქციელით რა გასაკვირია. შემოგევლე რანაირი კითხვას მისვევ. რატო დავარქვი და თავის დროზე მქონდა მაგ სახელის Facebook გვერდი და გამიუქმეს და შემდეგ შევქმნილი Telegram-ი მაგ სახელით, რომ ძველი გამომწერებისთვის ყოფილიყო ცნობილი. თვითონ მაგ ტერმინი თუ გაინტერესებს, მომივიდა თავში აზრად. ჯარში თავის დროზე ტოპოგრაფი ვიყავი, რუკეთთან მქონდა საქმე და აზიმუტი არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი რა, სწორი ნავიგაციისთვის და სწორი ინფორმაციის მიწოდება დღეს მიმაჩნია, რომ არის ყველაზე სწორი. კარგი, შემოკარგებო, დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ, ღმერთმა და დავაკვირდეთ დანარჩენს.